საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული მდებარეობა და ხიდი ევროპასა და აზიას შორის. სამხრეთ კავკასიის მიმართ მსოფლიო ინტერესი სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პოტენციალს. თბილისი და ბაქო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს პრემიერის ბაქოში ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკვე თბილისში ელოდებიან. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ირაკლი კობახიძემ და ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში გამართული მაღალი დონის შეხვედრაზე თანამშრომლობის ყველა ასპექტი განიხილეს. დაიდო პირობა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები იქნება მაგალითი ყველასთვის, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ორი მეზობელი. აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი საგარეო ვიზიტი შედგა. სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ნანა გოგატაძე ბაქოდან, რომელიც ამ ვიზიტს აშუქებდა. ის უკვე ჩვენს სტუდიაშია. ნანა, საღამოშვიდობისა, რა პოლიტიკური გზავნილები გაჟღერდა აზერბაიჯანში? საღამოშვიდობისა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოს მთავრობის მეთაურის პირველი სამუშაო ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის შეხვედრებით. ირაკლი კობახიძეს ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა, სადაც გაიმართა პირისპირ შეხვედრა. ეს შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ამის შემდგომ უკვე ვნახეთ ერთობლივი პრესკონფერენცია და მოვისმინეთ მთავარი გზავნილები. სიტყვა დაიწყო ილჰამ ალიევმა მადლობით და განსაკუთრებული მადლობა ირაკლი კობახიძეს გადაუხადა იმის გამო, რომ პირველი საგარეო ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანის დედაქალაქში შედგა. პარალელურად მან არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ირაკლი კობახიძეს და სამთავრობო გუნდს წარმატებები უსურვა. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. სწორედ ეს იყო ის სიტყვები, რომლითაც მიმართა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს და ისაუბრა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე, რომელსაც ახორციელებს ორი ქვეყანა და რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. განსაკუთრებით გამოყო პროექტები, რომელიც შეეხებოდა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიმართულებას. ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოში ტრანზიტის წყალობით ბუნებრივი აირი მიეწოდება 11 ქვეყანას. ისაუბრეს ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომლის დახმარებითაც აზერბაიჯანული ელექტროენერგია საქართველოს დახმარებით ევროპას უნდა მიეწოდეს. განსაკუთრებით გამოყო ასევე ეკონომიკური ურთიერთობები. ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოში თითქმის 4 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება განხორციელდა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ორიოდე თვის წინ შეგხვდით ბაქოში და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ COP29-ში მონაწილეობისთვის, რომელიც ბაქოში გაიმართა. ბოლო 10 თვის განმავლობაში ეს თქვენი მესამე ვიზიტი აზერბაიჯანში და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა ურთიერთობებია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ გამარჯვებას ქართულ ოცნებას, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთელ გუნდს ახალ წარმატებებს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება თანაცხოვრობდეს ორი მეზობელი. ეკონომიკურ ურთიერთობებში შესანიშნავი შედეგები გვაქვს. აზერბაიჯანმა 3,6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა საქართველოში და ის იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე თქვენს ქვეყანაში. იწვევს ინვესტორებს და ინსპირაციის წყარო ხდება თქვენს ქვეყანაში კაპიტალდაბადებისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მიმართულებით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ბევრი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოში ტრანზიტის წყალობით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 11 ქვეყანას მიეწოდება. ექსპორტი მზარდია. 25 მილიარდი კუბური მეტრი იყო გასულ წელს მისი მოცულობა და 10% ექსპორტიდან საქართველოს წილია. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მივიღე, საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე 80% ამ აირისა აზერბაიჯანიდან მოდის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ მწვანე ენერგიის პროექტზე და ისეც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანი მთავრობები ვართ. იმდენად, რამდენადაც არსებობს ამის აუცილებლობა, ამ ტიპის ენერგიის აუცილებლობა ბაზარზე. ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ ისეთ ბევრი აქცენტი, რომელიც გაკეთდა და ასევე საინტერესოა კიდევ რა განცხადებები გაკეთდა ბაქოში. შეეხება საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, რომ გადადგას ყველა შესაბამისი ნაბიჯი, ვინაიდან ეს ასეც დარჩეს. ასევე დახურულ კარს მიიღბა
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომელიც გავლენას ახდენს ორი ქვეყნის პოლიტიკაზე, არსებული გამოწვევები და ასევე მხარეებმა იმსჯელეს ამ გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის გზებზეც. მადლობა ფილმი ასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასევე არჩევნებში გამარჯვების მოლოცვისთვის. ნამდვილად ასეა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივსცემთ ერთმანეთის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს, ერთმანეთის სუვერენიტეტს, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ძალიან პარი და ურყევი მხარდაჭერისთვის ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად პრეზიდენტ ალიევს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხატოთ. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ორხრივი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ორხრივ თანამშრომლობაზე, ორ ქვეყანას შორის, ასევე განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს ორხრივ შეხვედრაზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება არის რა თქმა უნდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი საუბარ, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არამხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ არის ძალიან კარგი საიმედო სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ბუნებრივი ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ მეტად გაღრმავება. ჩვენ ველით პრეზიდენტ ალიევის ვიზიტ საქართველოში და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ წლევანდელ წელს გვექნება მისი მასპინძლობის საშუალება ჩვენს ქვეყანაში. ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ გაიმართა უკვე სამუშაო სადილი, რის შემდგომაც ზაგულბას სასახლიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირადად გააცილა ირაკლი კობახიძე, იქამდე კი დღის პირველ ნახევარში შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, პირისპირ შეხვედრა, შემდგომ კი უკვე მთავრობათა შორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მე-10 სხდომა, სადაც ასევე მხარეებმა დელეგაციის წარმომადგენლებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები. ამავე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოინახულა ის ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანმა გადასცა საქართველოს და სადაც უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს საელჩოს მშენებლობაც. მადლობა, ნანა გოგატაძე საუბრობდა კურიერი პიესის პირდაპირ ეთერში.